And now, the moment you've all been waiting for. It's time! Introducing first, fighting out of the blue corner, a Muay Thai fighter making his debut, weighing in at 76 kilograms. Presenting Saeed Assadi! And now, introducing his opponent, fighting out of the right corner, a karate fighter, also making his debut. He weighs in at 73 kilograms. Fighting out of Georgia, presenting Sandro the Phoenix Martinez! ეს ორი საკმაოდ გამოცდილი მუჭურები ხდება. ყველა ამას ელოდებოდა ამ ჯგუფს main event. ნამდვილად. ნახოთ კარატე და კიკბოქსი. ავიდა საიდ ასადი და სანდრო მალაძიძე. მალაძიძე ეგრევე შედის კლინჩი. საინტერესო ჩოუკი არ არის უბრალოდ ჰენდლაკს. გამოვიდა. ხდება სექტაუნზე სულის სანდრომალაძიძე. შეატრიალა სანდრო. Cage-თან მიიყვანა. Cage grappling მოწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოჩხუბარი არის კარატისტი და მეორე კიკბოქსერი და Muay Thai-ის ექსპერტი, მათ ისინი მაინც MMA-ს მოჩხუბებიან ის ბოქს. საჯი-ჯიტსუ ხილებს აქტიობისთვის advantageous pozícias a cargar de la Ropes. Ეხა შეიძლება ფულმაუთი გადავიდეს და ფულმაუთი საიდისგან. წუთი და 20 წამი დარჩა პირველ რაუნდში და Saeed Assadi's პირველი რაუნდის ფინიში შესანიშნავი დომინანტური პერფორმანსი. ბატონებო, პირველი რაუნდის ფინიშით დასრულდა ეს ჩხუბი ტექნიკური ნოკაუტით და თქვენი გამარჯვებული, your winner, Saeed Assadi! Saeed, please come for an interview. Saeed, you presented quite an unusual game plan for your style, but you got the takedown, you went in for a ground and pound, there was some resistance, but in the end, you got the win. What are your thoughts about the fight in general? First of all, I'm so proud to be for my first fight. And so many is coming after.
it's just the beginning. Special thanks to Tornike Gigeradze, my coach. Special thanks to all the audience at Champions Academy. Thank you so much. Applaudissements, Saeed, tell us, what do you think of your future in the TFC? And what are your thoughts about the organization? Did we host you properly? It will be a growing organization later. It's still new and have all this audience. And I think after 1 year or 2 years maybe, it will be one of the biggest in Georgia. Thank you, Saeed. Thank you. Applaudissements, transmogibus. Saeed Asadi. Sandro, that's one of our full conditions of the show. Without us, we grow, we're each way. Absolutely, the sign is going to work out good. I'll check out what's out there. I should have a go over it. We're some of the fellas. ძალიან დიდი მადლობა ჩემ მიცხრავს ყველა. რა ვიტყვი საიძე და იმას რომ არ გამიკვირდა. პირდაპირ ვიცოდი რომ ჭიდაობაში დაიწყე დამუშავებას, თუმცა არ ველოდი ჩემი თავისგან რაღაცა შეცდომების დაშვებას, კერძოდ შეცდომები იყო რაღაცები და ვერ გავთვალე რაღაცები, უფრო სნაიპინგზე ვიმუშავე და ჭიდაობაზე შესაბამისად მოხდა ის, რომ დავამოწმე და წავედი. ასე ვიბია. ზოგადად აბაკურია. მას აპლოდისმენტები წაგება არ არის. ბოლო როგორც ვიდა. მაგას ორი წაგება ხომ არა. შეხედავთ ეს როგორი ბრძოლა დადო. აბა გითხარი, მომავალში ასაპირებ. და TFC-ზე გითხარი შენი გრძნობები. ვფიქრობ, ერთი მარცხით არ განისაზღვრება როგორ მებრძოლი ხარ. რა თქმა უნდა, გავაგზავნებ ვარჯიშს, განვითარებას. ამ ორგანიზაციაში გავაგზავნებ, რა თქმა უნდა, სტაბილურად სვლას ვარჯიშს და პრინციპში არც მაქვს აფეთქება. თქვენი ძალიან გამიხარდა ასეთი ორგანიზაცია რომ ჩამოყალიბდა და პრინციპში ძალიან დიდი ღვაწლი მიგიწვით თქვენ რა თქმა უნდა. ძალიან კარგად დაორგანიზებულია ეს და კარგით, აბა ძალიან დიდი მადლობა. აპლოდისმენტები ჩვენს მეომრებს, აპლოდისმენტები.